8 აგვისტოს თეთრ სახლში ისტორიული შეხვედრა შედგა. დონალდ ტრამპმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში ტრამპის შუამდგომლობით სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის მიხედვით 10 წლეულობით გაგრძელებული კონფლიქტი უნდა დასრულდეს. შეთანხმების მიხედვით მხარეებმა მაღალრენტაბელური სტრატეგიული სავაჭრო კორიდორის გახსნა და მის უწყვეტ რეჟიმში მუშაობა უნდა უზრუნველყონ. საუბარია ზანგეზურის დერეფანზე, რომლის მარშრუტის ოპტიმიზირებაზე 10 ამერიკული კომპანიები იმუშაობენ, ხოლო ახალი სახელი კი ექნება საერთაშორისო მშვიდობისა და განვითარების ტრამპის მარშრუტი, იგივე TRIP. დღეს ამ შეთანხმების შედეგებზე ვისაუბრებთ. საერთოდ რამდენად არის შესაძლებელი, რაზეც შეთანხმდნენ, ის მოიყვანონ რეალობაში. ასევე რა თქმა უნდა ჩვენზეც რა გამოწვევები იქნება ჩვენთვის ზანგეზურის დერეფნის გახსნით. და რა თქმა უნდა, შეთანხმების მიხედვით ისევ და ისევ ვინ არის პრაქტიკულად ერთადერთი მხარე, ვინც გამარჯვებული რჩება და ვინ იქნება ყველაზე მეტად დაზარალებული. კითხვაზე, ვინ არის გამარჯვებული, ცალსახა პასუხი არსებობს და ეს არის აზერბაიჯანი. თუ კი ვინმე 100%-ით მოგებულია ამ შეთანხმებით, ეს ჩვენი აღმოსავლელი მეზობელია. სომხეთის შემთხვევაში პასუხისგაცემა რთულია, რადგან დიდად სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ამის შესახებ კი ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. მოდით ჯერ დავიწყოთ ყველაზე მთავარით. სად მდებარეობს ზანგეზურის დერეფანი? ნახეთ, ჯერ შევხედოთ ზოგადად სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო რუკებს. სომხეთს აზერბაიჯანი ფაქტობრივად გახლეჩილი აქვს. ქვეყნის ძირითადი ნაწილი აღმოსავლეთით არის, ხოლო პატარა ექსკლავი აზერბაიჯანისგან სომხეთის ტერიტორიით არის დაშორებული. როგორც ხვდებით, აზერბაიჯანი სახმელეთო გზით მარტივად ვერ უკავშირდება თავისავე ტერიტორიას და ზოგადად სატრანსპორტო მიმოსვლა ფაქტობრივად 90-იანებიდან დაბლოკილია. აი ეს ვიწრო მონაკვეთი არის ზანგეზურის დერეფანი, რომელიც სომხეთთან ერთად ესაზღვრება რეგიონის სხვა დიდ მოთამაშეს ირანს. თუ დერეფანში თანამედროვე ინფრასტრუქტურას გაიყვანენ, ამით აზერბაიჯანი არა მხოლოდ თავის ექსკლავს დაუკავშირდება, არამედ მის უმთავრეს პარტნიორთან თურქეთთან ექნება სახმელეთო მიმოსვლა. მოდით ახლა მე დავაკონკრეტებ თუ რა იგულისხმება ინფრასტრუქტურაში, იმიტომ რომ ეს არის ზოგადი განმარტება. ესე იგი, შეთანხმების მიხედვით, გარდა იმისა, რომ 42 კილომეტრიანი სარკინიგზო გზა უნდა ამუშავდეს, ასევე, რა თქმა უნდა აშენდეს ავტომაგისტრალი, უნდა გაიყვანონ ელექტროგაყვანილობა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და რაც მთავარია, გაზსადენი, რომლითაც ბაქო ბუნებრივი აირით მოამარაგებს დასავლეთს. ეს ყველაფერი მხოლოდ აზერბაიჯანისთვის კი არ არის მომგებიანი, არამედ თურქეთისთვისაც, რომელიც თურქული სამყაროს აღდგენაზე ოცნებობს და ცენტრალურ აზიაში თავისი გავლენის ექსპორტით არის დაკავებული. თურქეთისთვის ასეთი შესაძლებლობა პირდაპირ გაგებით დიდი საჩუქარია. სომხეთისთვის, მიუხედავად იმისა, როგორც უკვე გითხარით, რომ ეს გზა სხვა მიზნებთან ერთად თურქული სამყაროს გაძლიერებას ემსახურება, მაინც არსებულ ვარიანტებს შორის სავარაუდოდ ყველაზე ოპტიმალური იყო. მე რომ გითხრათ ახლა, რომ სომხეთს დიდი სივრცე და საშუალება ჰქონდა მანევრირების, არ იქნება სწორი. ფაქტობრივად სხვა გზა არც ჰქონდათ. თან ნახეთ კიდევ რა არის, სომხეთი მისთვის ორ ისტორიულად მტრულ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, რომ ისინი ერთმანეთს სახმელეთო გზით დაუკავშირდნენ. მაშინ ბუნებრივია ისმის კითხვა, ხო, რატომ აკეთებს ამას ფაშინიანი? პასუხი მარტივია. ერევანში აღარ ენდობიან ძველ უსაფრთხოების გარანტორებს. რუსულ-სომხური ურთიერთობის გაფუჭების ფონზე ისინი კარგად ხედავენ რეგიონში არსებულ სიტუაციას და რუსეთის მოქმედებებს მათი მოკავშირეების მიმართ. მათ ვერ უზრუნველყვეს სირიის უსაფრთხოება, საერთოდ არაფერი გააკეთეს მაშინ, როცა ირანს ჭირდებოდა დახმარება. ამიტომ ზანგეზურის დერეფანში ისინი რუსეთის ადგილს ვერ ხედავენ და ამ კუთხით რომ ვიმშელოთ, სამართლიანია რუსეთისთვის ზურგის შექცევა. ვის უნდა ისეთი მოკავშირე, რომელიც ვერ იცავს მათ, ვისაც უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს. ამიტომ ფაშინიანი ფიქრობს, რომ რეგიონში ამერიკელების შემოსვლით, იქ კერძო სამხედრო კომპანიის განთავსებით, სომხეთი უსაფრთხოების ახალ გარანტორს მიიღებს, რომელიც ასევე პანთურქული საფრთხის შეკავებაშიც დაეხმარება. მომგებიან სიტუაციაში ასევე ტრამპი და ზოგადად ამერიკა, იმიტომ რომ მათ ფაქტობრივად 200 წლიანი დომინაციის შემდეგ რუსეთი რეგიონიდან განდევნეს. ახლა ამერიკას დამატებითი წნეხის ბერკეტი აქვს, როგორც რუსეთზე, ისე ირანზე. და თან, რაც არანაკლებ საინტერესო და საყურადღებოა, ეს ზანგეზურის დერეფნის გახსნა არანაირად არ ჯდებოდა ჩინეთის მეგა პროექტ ერთი სარტყელი, ერთი გზის ინტერესებში, რადგან ის გადიოდა ირანზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ავლით. ზუსტად ახლა ირანში ამ გზის სამუშაოები მიმდინარეობს და რამდენად ჭირდებოდათ მეგა პროექტის ავტორებს ზანგეზურის დერეფანი, თავად განსაჯეთ. მოკლედ მოხდა ის, რაც მოხდა. ტრამპმა შეაღწია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მაქსიმალურად შეამცირა იქ რუსული გავლენები, ზანგეზურის დერეფანი მიიღო 99 წლით და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იქ განთავსდება ამერიკული კერძო სამხედრო ორგანიზაცია. ახლა რაც შეეხება იმ მხარეებს, რომლებსაც ზანგეზურის გახსნა უკიდურესად არ აწყობთ.
ესენი არიან რუსეთი და ირანი, რომლებიც აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ცდილობდნენ აბსოლუტურად ყველა დიდი სავაჭრო გზა მხოლოდ მათი გავლით გასულიყო. რაც შეეხება ირანს, რომელიც ჯერ ისრაელის ნოკაუტიდან ვერ გამოვიდა. რატომ ნოკაუტი, ხო? ისრაელთან კონფლიქტის შემდეგ ირანში სერიოზული პოლიტიკური ბუნდოვანებაა, მათ შორის პოლიტიკურ ელიტაშიც და ახლა კონკრეტულ მაგალითზე გეტყვით. თქვენამდე სავარაუდოდ მხოლოდ ის განცხადება მოვიდა, სადაც ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი ალი აკბერ ვილაიათი აკეთებდა კომენტარს გამოცემა ტასნიმთან. შეგახსენებთ, მან თქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმებული მარშრუტი ტრამპის დაქირავებული მებრძოლების სასაფლაოდ იქცევა. მან ასევე თქვა, რომ ეს მარშრუტი რეგიონის გეოპოლიტიკას შეცვლის, საზღვრებს გადახაზავს და სომხეთის დაშლას გამოიწვევს. ბოლოს კი ისიც დაამატა, რომ ნატო სურს გველივით იწვეს ირანსა და რუსეთს შორის, რასაც ირანი არ დაუშვებს. საკმაოდ თამამი განცხადებაა იმ ქვეყნის კვალობაზე, რომელსაც სტრატეგიული და ზოგისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის ობიექტები დაუბომბეს და მათ სერიოზული ან პროპორციული პასუხი ვერც გასცეს. თუმცა მეგობრებო, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა აბსოლუტურად საპირისპირო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ ირანელები მიესალმებიან ზანგეზურის დერეფნის გახსნას იმ შემთხვევაში, თუ რეგიონის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება დარღვეული. მისი თქმით, შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო ირანის მოთხოვნები. მარშრუტი შეინარჩუნებს არსებულ საზღვრებს, უზრუნველყოფს სატრანსპორტო მიმოსვლის შეუზღუდაობას და ხელს არ შეუშლის ევროპისა და ჩრდილოეთის ტრანზიტს. ისრაელის ნოკაუტი ზუსტად ამაში მდგომარეობს, რომ ირანში საგარეო ვექტორის ერთიანი მიმართულება არ არსებობს. შეიძლება ეს აქამდეც ასე იყო, მაგრამ ასე საჯაროდ არასდროს განიხილავდნენ. ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს ფრაქციებს შორის დაპირისპირება. რეფორმატორები სარგებლობენ კონსერვატორების სისუსტეებით და ცდილობენ უფრო თამამები იყვნენ საერთაშორისო ან პოლიტიკურ დონეზე. ისინი დასავლეთთან დაახლოებას ემხრობიან, შესაბამისად წინააღმდეგი არ არიან, რომ ზანგეზურის დერეფანი ამუშავდეს. მეგობრებო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც უნდა ვიცოდეთ ამ შეთანხმების შესახებ, არის ის, რომ ეს ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის პერიოდში დაიწყო. მეცაც გეტყვით, მხარეები თითქმის ფინალში იყვნენ გასულები, უბრალოდ მაშინ ბოლო მომენტში აზერბაიჯანმა უარი თქვა ხელის მოწერაზე. თან ამას დაუმატოთ ისიც, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანს რუსეთთან დაახლოებისა და სომხეთის ოკუპაციის სამომავლო იდეების გამო სამხედრო დახმარება შეუწყვიდა. ამ შეთანხმების მიხედვით ალიევი თვლის, რომ ზანგეზურთან ერთად ამერიკის სამხედრო დახმარებასაც მიიღებს. თუმცა ეს ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ არის. სავარაუდოდ ასეც იქნება, მაგრამ წინასწარ ამის შეფასება არ ღირს. როგორც პოლიტიკო წერს მეთიუ ბრაიზაზე დაყრდნობით, ახლა აზერბაიჯანს ამერიკის დაფინანსების მიღება სამხედრო შემადგენელის გაძლიერების გამო დიდად არ სჭირდება, რადგან აზერბაიჯანს ისრაელთან მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობა აქვს და უსაფრთხოების სფეროში ისრაელთან თანამშრომლობს. ეს არის ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ უშუალოდ შეთანხმებაზე. მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლში გამარჯვებული ოვაციებით მხარეებმა აღნიშნეს შეთანხმება, რეალურად გეგმის სრულად რეალიზების საკითხში მხარეები ძალიან შორს არიან. ყველაზე რთული არის ბაქოს ის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სომხეთმა უნდა ამოიღოს კონსტიტუციიდან ყველა ის ნაწილი, რომელიც ყარაბაღს ეხება. სომხეთის კონსტიტუციის შეცვლა ასე მარტივი არ არის, საჭირო არის რეფერენდუმის ჩატარება. აი აქ უკვე მხარეები აწყდებიან სერიოზულ სირთულეს, იმიტომ რომ რეფერენდუმის შედეგები არის არაპროგნოზირებადი. მოგეხსენებათ, ახლა ყარაბაღი არის მაინც სენსიტიური და მძიმე თემა სომხებისთვის, შესაბამისად გამორიცხული არის ვინმემ შეძლოს ამ რეფერენდუმის პროგნოზირება. ანუ არავინ იცის, ვის სასარგებლოდ დასრულდება, ფაშინიანის თუ სხვა ძალების. ფაშინიანი შეეცდება, რომ კონსტიტუციის ცვლილება პარლამენტის გზით სცადოს, მაგრამ ეს როგორ და როდის მოხდება უცნობია. თანაც ვაშინგტონში ხელმოწერილ შეთანხმებას არ აქვს სავალდებულო ხასიათი. ასეთი იურიდიული ძალა მას არ გააჩნია. ეს არის უბრალოდ მომავალი მშვიდობიანი ურთიერთობის საძირკველი. ჯერ ერევნის მხრიდან მთელი რიგი პრობლემები და გამოწვევებია მოსაგვარებელი, შემდეგ კი უკვე დანარჩენიც იქნება. დერეფნის საბოლოო ამოქმედება და გახსნა ჯერ უახლოესი რამდენიმე წელი მაინც არ იქნება. ტრამპს უყვარს უბრალოდ ხმამაღალი სათაურები, მისი დიდებულების ხაზგასმა და ეგოს მოფხანვა. დაახლოებით ეს გააკეთა მაშინ, როცა ფაშინიანი და ალიევი შეარიგა და ქვეყნებს შორის სამშვიდობო მიმართულება ამოქმედა. ეს ხომ პუტინმაც ვერ შეძლო. ამერიკის პრეზიდენტის მშვიდობის ყოფილის როლის თამაშში ალიევმა და ფაშინიანმა ზღურდა ჩაყარეს. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ ტრამპი მშვიდობის მიმართულებით ნობელის პრემიაზე წარადგინონ. Can I have a suggestion? Yes. So maybe we agree with Prime Minister Pashinyan to send a joint appeal to Nobel Committee to award President Trump with the Nobel Peace Prize because რატომ არის სომხეთის სიტუაცია რთული? ფაქტობრივად ახლა ფაშინიანი უზარმაზარ რისკზე მიდის. ნახეთ, სომხეთის ისტორიული მტრები იყვნენ
თურქეთი და აზერბაიჯანი, ხოლო მოკავშირეებად ყავდა რუსეთი და ირანი. ზოგადად ეს იყო სომხეთისთვის იდეალური განლაგება, იმიტომ რომ მისი მოკავშირეები აბალანსებდნენ მის მტრებს, ანუ არსებობდა ერთგვარი ძალთა ბალანსი. თან აქ მნიშვნელოვანი არის იმაზე ხაზგასმაც, რომ სომხეთი ამ მოკავშირეების ყველა სურვილს ასრულებდა, გაწევრიანდა ოდკბ-ში, იარაღს ყიდულობდა მხოლოდ რუსეთის, ძირითადად რუსეთისგან და ასე შემდეგ. თუმცა ყარაბაღის ომმა, რუსეთის ინერტულმა პოზიციამ, აზერბაიჯანის გამარჯვებამ სომხეთს ერთი მხრივ რუსეთის სანდოობაში ბზარები გაუჩინა. მეორე მოკავშირე კი, რასაც წლობით აშენებდა და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიულად, გულისხმობ ირანს და მის ბირთვულ ობიექტებს, ამერიკამ და ისრაელმა ისე დაუბომბეს, ისრაელმა ისე ჩაუნერგა აგენტები და იმდენად უსუსური გამოაჩინა ირანი თავის აერთსაწინააღმდეგო ძალებით, რომ ირანზეც ჩაიქნიეს ხელი. ქვეყანა, რომელიც თავის უმაღლეს სამხედრო მაღალჩინოსნებსაც ვერ იცავს, ბუნებრივია სომხეთს მით უმეტეს ვერაფრით დაეხმარებოდა. ამიტომ ნელ-ნელა საგარეო ვექტორის ცვლილება დაიწყო. ჯერ სომხეთის პრეზიდენტმა ვახგან ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონპროექტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. შემდეგ იყო ისტორიული ვიზიტი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ახლა საერთო შეხვედრა ტრამპთან და ალიევთან. ეს ცალსახად რისკია, როცა შენი ისტორიული მტრისკენ იღებ გეს, ამიტომ რას მოუტანს სომხეთს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დრო გვაჩვენებს. მაგრამ ის უნდა აღვნიშნოთ, რომ სომხებმა საკმაოდ სწრაფად გაიაზრეს, რა სიტუაცია არის რეგიონში რუსეთ-ირანთან დაკავშირებით, არ იყო ყმანეს, მიიღეს გადაწყვეტილება და ახლა შეუდგნენ მის აღსრულებას. შესაძლებელი არის თუ არა ისტორიულ მტერთან ააშენოს საერთო და უსაფრთხო მომავალი, აი სომხეთი იქნება კარგი მაგალითი დაკვირვებისთვის. ახლა რაც შეეხება რუსეთს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი დადებითად აფასებს ამერიკის ძალისხმევას ბაქოსა და ერევნის ურთიერთობის ნორმალიზებაში. ასევე მხარეებს მოუწოდებს, რომ რეგიონის სხვა არარელიგიურმა მოთამაშეებმა არ შექმნან სირთულეები, რადგან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დარეგულირების წარუმატებლობა იქნას თავიდან არიდებული. ეს უბრალოდ საიმიჯო განცხადება, სხვა გზა რუსეთს არც აქვს. ან ირანივით უნდა გასცეს რაღაც ცრუ მუქარები და გაიჭრას ფანტაზიებში, ან დაეშვას მიწაზე, გადაყლაპოს ეს შეურაცხყოფა და ისე გააგრძელოს ცხოვრება. მინიმუმ 200 წლიანი დომინაცია დაუსრულა ამერიკამ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში. შესაბამისად, კრემლში ტრამპის მადლიერი არც არავინ არ იქნება. რუსეთი გააძევეს სირიიდან, გააძევეს სამხრეთ კავკასიიდან, ანუ სამხრეთ კავკასიის პერიფერიებზე მათ არანაირი ბერკეტი აღარ დარჩათ. ეს არის რეალობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი ურთიერთობის და ზოგადად სიტუაციის დესტაბილიზაციას არ შეეცდება. რუსეთის ინტერესებში საერთოდ არაფერი არ ჯდება, რაც რეგიონში მის კონტროლს არ ექვემდებარება. თანაც იმიჯურად სახესაც კარგავს, მიჯრით გამოეცალა გავლენა რეგიონებში და საერთოდ ვერაფერს უპირისპირებს ამ ეტაპზე. ობიექტურად რუსეთს ახლა რეგიონში ყველაზე ცუდი პერიოდი აქვს, რაც კი ოდესმე ჰქონია. ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, ოკუპირებული ტერიტორიები, აგვისტოს ომი და ურთიერთობები ვერ დალაგდება, განუსაზღვრელი ვადით. სომხეთმა ღიად თქვა უარი პრორუსულ კურსზე და გადავიდა პროდასავლურ კურსზე და აზერბაიჯანზე საერთოდ ყველაფერი ნათქვამი არის. ყველა კარგად ხედავთ, რასაც აკეთებს აზერბაიჯანი. ვისაც გამოგჩათ ბოლო მოვლენები, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი წინა ვიდეოები. მე არ ვაფასებ საბოლოოდ ეს როგორ და რით დასრულდება, ხო? მე ვერ ვიტყვი სომხეთისთვის ეს ცალსახად კარგია თუ ცალსახად ცუდი, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს, იმიტომ რომ სომხეთი ახლა სერიოზული გამოწვევებისა და რისკის ქვეშ არის. შესაბამისად, ყოველგვარი პროგნოზისგან ან გადაჭარბებული შეფასებისგან მე პირადად თავს შევიკავებ. ერთადერთი რასაც ვამბობ არის ის უბრალოდ ფაქტები, რომ ფაშინიანმა უარი თქვა პრორუსულ კურსზე და გადავიდა პროდასავლურ კურსზე, ცდილობს რომ რუსული გავლენის ორბიტა დატოვოს. აზერბაიჯანზე როგორც უკვე ვთქვით, ისედაც ყველაფერი ცნობილი არის. აზერბაიჯანი არა მხოლოდ თავის ინტერესებს ატარებს, არამედ ღიად ანტირუსულ ნაბიჯებსაც დგამს. მაგალითად, რაც წინათვეს მოხდა ეს ჟურნალისტები და რუსეთის მოქალაქეები რომ დააკავეს და მერე ასეთი დაამცირებელი კადრები დადეს, ამას დაუმატოთ ის, რომ აზერბაიჯანმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა დაახლოებით 2 მილიონი დოლარის დახმარებაზე უკრაინისთვის, ეს არის პირდაპირ რუსეთისთვის სილის გაწვნა. და კიდევ ამას დაუმატოთ ის, რაც ტელეგრამზე დავწერეთ ალბათ 1 თვის წინ, აზერბაიჯანი ხდება უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო ჭურვების ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელი. აზერბაიჯანში ახლა იხსნება, უბრალოდ მოდერნიზდება ქარხნები, ბაზა არსებობს, მოდერნიზდება ქარხნები და შემდეგ დაიწყება ჭურვების მიწოდება უკრაინისთვის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანმა იდეალურად იმოქმედა, რომ რეგიონში საკუთარი პოზიციები გაემყარებინა.
რეგიონალური ლიდერი გამხდარიყო და ყველასთვის ეჩვენებინა, რომ ის კრემლისგან სრულად დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა. ასე თუ ისი, ახლა აზერბაიჯანი თავის სიძლიერის პიკშია. ეს პიკი სადამდე გაგრძელდება, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ასეთი ძლიერი აზერბაიჯანი არასდროს ყოფილა. რაც შეგვეხება ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს და ახლა ეს იდეა ზუსტად აისახება ჩვენს შემთხვევაზე. ის რომ რეგიონში მშვიდობა დაისადგურებს, ეს შეიძლება ყველა მოთამაშისთვის ცალსახად დადებითი იყოს, მაგრამ რამდენად ჯდება ჩვენს ინტერესში, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნით საქართველოზე გამავალ მარშრუტს ალტერნატივა გაუჩნდება, ამის შესახებ თავად იმსჯელეთ. ჩვენს ინტერესში იყო ის, რომ საქართველოზე გამავალი გზა ყოფილიყო უმოკლესი, ანუ ცენტრალური აზიიდან კასპიის ზღვამდე, კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანზე, აზერბაიჯანიდან საქართველოზე, საქართველოდან შემდეგ უკვე შავი ზღვის გავლით ევროპაში. მაგრამ ახლა ასე აღარ იქნება. ზანგეზურზე გამავალი გზა უფრო მოკლე აღმოჩნდება. თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი კი ბუნებრივია ეცდებიან ამ გზის სრულყოფას. ზოგი წერს, რომ უფრო შემავსებელი იქნება ვიდრე კონკურენტიო, რაც ჩემი აზრით ასე არ არის. ეს გზა იქნება პირდაპირ ჩვენი მაღალი რენტაბელური მარშრუტის კონკურენტი. ზოგადად კონკურენცია შეუძლია უკეთესი პერსპექტივა შექმნას, მაგრამ გააჩნია ვის ხელში. ჩვენ შემთხვევაში ქვეყანას, რომელსაც წლებია ღრმაწყლოვანი პორტი ვერ აგვიშენებია, კონკურენციაში უნდა შევიდეთ ჩვენზე მძლავრი ეკონომიკის ქვეყნებთან. მე არ ვფიქრობ, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნით ჩვენ რაღაც ეგზისტენციალური საფრთხე გვემუქრება, ეს არის გაზვიადებული შეფასება. მაგრამ ჩვენ რომ ეს დერეფანი შეგვეცილება როგორც ეკონომიკურად, ისე გეოპოლიტიკური მნიშვნელობით, ამაში დარწმუნებული ვარ. ის რომ ფინანსურად ზიანი მოგვადგება, ამის შესახებ Forbes-იც წერს. ისე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პროექტი ჯერ წლები ვერ ამუშავდება. უფრო პესიმისტური პროგნოზებით ამუშავდება თუ არა, ესეც საკითხავია. ჩემი აზრით აამუშავებენ, მაგრამ იმას ვამბობ, რომ დროში აუცილებლად გაიწელება. არსებობს უამრავი სამართლებრივი წინაღობა, ძირითადად სომხეთის მხრიდან. ამიტომ კარგი იქნება თუ ამ დროის ფორას ახლა მაინც გამოიყენებს მთავრობა ჩვენ სასარგებლოდ. იმიტომ რომ ადრე თუ კონკურენცია არ იყო, ახლა ჩნდება კონკურენცია. კონკურენციაში კი სხვანაირი მოქმედებებია საჭირო. მაგრამ ისე ჩვენი მეზობლები მაგრად მანევრირებენ. აზერბაიჯანზე საუბარი აღარ ღირს, სამწუხაროდ ყველა წამყვან კომპონენტში აგვემატება. მაგრამ სომხეთმა რაც ქნა, წარმოიდგინეთ უბრალოდ არა საზღვაო, არა გამტარმა, პატარა ქვეყანამ თავი ჩაისვა მსოფლიო დონის რეგიონალურ პროექტში და ახლა ისიც ჩვენსავით ხდება გამტარი. ანუ ეს 10 წლის წინ იყო წარმოუდგენელი. ასეთი გამოვიდა დღევანდელი ეპიზოდი. მე სავარაუდოდ კვირას შემოგთავაზებთ ახალ დიდ ვიდეოს. მანამდე შეიძლება იყოს ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ვიდეო. დროებით.